გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, ჩემს მეგობრებს განსაკუთრებით და დღეს მინდა სამი მარგალიტი წარმოგიდგინოთ, სამი ესეთი ჩემთვის გამორჩეული განსაკუთრებულად და გასაოცარი ტყუილი, ჰიჩკოკების რაღაცა პიკი, რომელიც ოპოზიციამ და ოპოზიციის კანტორებმა საზოგადოებას თავს მოახვიეს და რომლითაც მე ვფიქრობ პირველ რიგში თავიანთ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს ვისაც მათი სჯერათ სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებდნენ აი ამ ტყუილებით. პირველი რა თქმა უნდა არის კოსმოდრომის თემა და ვნახოთ ერთად ძალიან მოკლე და მე მეც აქ ვიმყოფები ახლა მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიაზე. ბევრი რომ ვიფიქროთ, მაინც ვერ მიხვდებით ეს რა ადგილია. ამიტომ აქვე გეტყვით, გურიაში ვართ ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში. და აქ კოსმოდრომს რუსეთის მოქალაქეები აშენებენ. ამ შემთხვევაში აქ ცოტა უნდა ვიუზრდელო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით წინასწარ და ეს არის ყველაზე დიდი ყლეობა, რაც აი ამ ბოლო წლების განმავლობაში მომისმენია და თუ ვირმეს წარმოდგენა აქვს, რას ნიშნავს კოსმოდრომი ან თუ აი ოდესმე ტელევიზიით ან სადმე ვნახია რა ესე შორიდან კოსმოდრომი ან რა ფუნქციები აქვს კოსმოდრომს ან რა არის კოსმოდრომის აშენებისთვის საჭირო ან რა ტერიტორია როგორ ტერიტორიაზე როგორ ნიადაგზე შენდება ყველა ძალიან მარტივად მიხვდება რომ ყლეობაა ჩვეულებრივი და აი მაგალითად ნებისმიერი სპეციალისტი აი ამ სიუჟეტის ავტორებს ამ შემთხვევაში ეტყოდა პირდაპირ რა არც მოერიდებოდა და არაფერი შიქ არ გაქვთ აი ეს იქნებოდა აი ამ სიუჟეტის პასუხი. შემდეგი დიდი ყლეობა ერთად ვნახოთ და მე კიდე პატარა კომენტარს გავაკეთებ. ხუშტური და უზნეობა ასე აფასებს პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წულაია ივანიშვილის მიერ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ასლოვანი ხეების გადატანას. ხედობა, როდესაც ერთ ადამიანს რაც უნდა დიდი ფული ქონდეს შეუძლია რომ გზა გადაკეტოს და მგზავრები დააყენოს და ალოდინოს, რომ მან თავის ხუშტური შეასრულოს და ხე გადაიტანოს, ხუშტური შეასრულოს და დენი ჩაუჭრას, სადენეები ჩაჭრას და ადამიანები უდენოდ დატოვოს საათობის განმავლობაში. ხუშტურია, როდესაც შეუძლია მატარებელი გააჭეროს ამ ხის გადატანის პროცესში. ხუშტურია, თავხედობა, უზნეობა, როდესაც ადამიანს დავის ხუშტურის შესრულების და შეუძლია ასობით ხე მოჭრას და გაანადგუროს და იმ მოჭრილ და მიწამოთხრილ დატოვოს ისე ათობით საქონელი და ათობით ადამიანი ჩაწვდება ახლა და შეიძლება სიკვდილიანობაც იყოს მისი გარამკიდე. გესმოდათ ხო მეგობრებო, აქ არის იმაზე ლაპარაკი ივანიშვილმა რომ შეაგროვა ეს სხვადასხვა ჯიშის უნიკალური ხეები სხვადასხვა ადგილებიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ეს ხეები მერე ერთად თავი მოუყარა ამ ხეებს და უნიკალური დენდროლოგიური პარკი გაგვიკეთა ქართველებს, რომლებიც დარჩება და დარჩება თაობებს. და აი ამაზე იძახის აი ეს ყვერჩიტა, რომ თავხედობა არისო, ხუშტურებიაო და როგორ ძაბავს ხო გესმით დენი გაუთიშა ადამიანებს და გზებს კეტავს და ორმოებს ტოვებს და ხალხი ვარდება და რაღაცა ყლეობებს იძახის და აი გოგი წულაია შენ ხარ თავხედი და შენ ხარ იმენა ხუშტურებიანი მოკლედ რა ყველამ კარგად ვიცით რაც არის გოგი წულაია გოგის კარგიც მოტყან გავაგრძელოთ შემდეგი მესამე და ეს რა თქმა უნდა აი ეს მესამე სიფარჩაკე ეხება ყველაზე დიდ და ყველაზე ძლიერ ფარჩაკ ქართველს რომელიც გახლავთ აბა თუ გამოიცნოთ რომ მესამე პრეზიდენტის საოპერაციოა. გიული ალასანიას განცხადებით ამერიკელი ექიმის რეკომენდაციით აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, რადგან სააკაშვილს მარცხენა ხელი უკვე ატროფირებული აქვს. პარალელურად ვივამედის კონსილიუმი მსჯელობს რა არის ქრონიკული ცხელების მიზეზი და აქვს თუ არა სხვა დაავადებებთან ერთად პრეზიდენტს ძვლის ტუბერკულოზი. რა აქვსო მარცხენა ხელი აქვს ატროფირებული რომ მარჯვენას იმენა ეტყობა კარგად ამუშავებს ხშირად ამუშავებს და მარცხენა მოუდუნ და მიშა გადაიტანე ხომე შედედამოტყნულო ჩაანაცვლე ხომე სულ მარჯვენას რო ამუშავებ ხო ხედავ მარცხენა მოგიდუნდა
ეს არის აი ამ ნაბოზღრების სახე რა რეალურად. აი ამ ყლეობას წარმოადგენენ ეს ფარჩაკები სინამდვილეში და ესეც ცდილობენ ადამიანებზე რაღაცა სისულელეების თავს მოხვევას და მე ამაზე გიждდებიან ადამიანები ზოგი ტიროდა რომ აიმე მიშა გვიკვდება და რაღაცეები და პანაშვიდებს უხდიდნენ პირდაპირ ეთერში გვახსოვს ყველას კარგად და ეხლა ყველა კარგად ხედავთ როგორ გოჭივით გამოიყურება მიშიკო რაც შეეხება კოსმოდრომს ესეც რა თქმა უნდა აი ყველაზე დიდი ყლეობა რაც კი გამიგია და თავმოყარი ადამიანი აი ამ ტიპებს რო უყურებდა რა ვიცი აი ესეთ ყლეობას რო გეუბნებიან მეორედ აღარ უნდა მოусმინო მელაძეებს და ვიღაცეებს ისევ კოსმოდრომთან დაკავშირებით რა სულ არის სოფლიოში მე მგონი 5 თუ 6 კოსმოდრომი და თუ საქართველოში რა ვიცი კოსმოდრომი აშენდება ოდესმე არ იქნება ცუდი დამიჯერეთ მაგრამ რა თქმა უნდა შეუძლებელია რა აი წარმოიდგინეთ დაახლოებით თბილისის ხელა ტერიტორია მინიმუმ არც ეყოფა სავარაუდოდ სჭირდება რომ აი მთელი მთები ყველაფერი რო გადაჭრა ესე მოატიტულო და მე ტექნოლოგიები ჭირდება ისეთი ამის აშენებას რომ რუსეთიდან დევნილი დები კი არა უძლიერესი სახელმწიფოები ვერ აშენებენ ვერ ახერხებენ კოსმოდრომების აშენებას ფაქტია და მესამე ეს ყვერჩი და წულაია დროშა ვერ დაკიდენ თუ რა ვიცი ჭუჭუკლაპია კაცი რაღაცებს რო იძახის დღეს აი ამ სამი მარგალიტით შემოვიფარგლოთ და ძალიან ბევრი შემიძლია აი ესეთი რაღაცა სიფარჩაკეები მოუძებნო და გაჩვენოთ და ნახოთ მომავალში თუ არ დამეზარება ხომე შიგადაშიგ შევაპარებ ხომე აი ესეთი ფარჩაკის სიუჟეტების ჩვენებას თქვენთვის ახლა გემშვიდობებით კარგად იყავით სტრიმზე ვერ გავდივარ საღამომდე იმიტომ რომ დაბლოკილი ვარ საღამოს 18-ზე ამხსნია წავედი ახლა კარგი დღე გქონდეთ ყველას გისურვებთ წარმატებებს ღვთისწყალობას და ყველაფერს კარგს ცხოვრებაში